გამარჯობათ მეგობრებო, დავასხით ბინა, რომელიც წინა ვიდეოში ნაჩვენები გვაქვს, როგორც ასეთი, რომ უნდა დაიდოს შედეგი. რამოდენიმე დღე გავიდა, რაც მასალების არჩევიდან გამომდინარე დაგვაგვიანდა დასხმა. მოხდა ისეთი რაღაცა, რომ არსებული თვითწორებადი დაგვაკლდა, რაც მოგვიტანეს თავიდან 3 ბინა დაუსხით ადამიანს, რომელიც იყო ერთი და იგივე მე პატრონის. მესამე ბინაზე დაგვაკლდა თვითწორებადი. აუხსენდი, რომ ჩვენ შემოგვაქვს თვითწორებადი მეთქი რა და მოდი ჩვენი თვითწორებადი სადოსთა თუ არ გამოვა, საჩუქრად იყოს რა, ბოლო ფულს არ გამოგართმევთ რა. ზუსტად ვიცით რომ გამოვა და ემიტო. აქეთ არის ცემენტის ბაზა, ანუ არ ვიძახი რომელიც თვითწორებადია რა თქმა უნდა, ცუდი თვითწორებადი არ არის, ჩვენიერი თვითწორებადია. უბრალოდ 1-4 დღეა დავასხით და არ შრება. ეს არის ჩვენი ხაბეზი. 30 კილოიანი თაბაშირის ბაზა, ასევე კომპოზიტის ხო, ამ შემთხვევაში თაბაშირის ბაზა გვაქვს დასხმული. ახლა ეს ოთახი სიგანეში თითქმის ერთი და იგივეა. ჩვენი თვითწორებადი სადაც დავასხით არის 20-25 სანტიმეტრით მეტი განიერი ოთახი. ნუ დაუშვათ ტოლებია რა. აქ წავიდა 11 ტომარა. ეს გამოვაკლოთ ეს ტიხარი, ასე სტუდიოს ტიპის ბინაა ეს ტიხარი რომ გამოვაკლოთ, 3 ტომარა გამოვაკლოთ რა. ხო გამოდის 8 ტომარა. აქ რამდენი წავიდოდა თქვენი აზრით? აქ წავიდა 3 ტომარა. ის 8 გამრავლებული 55 ლარზე. ეს 3 გამრავლებული 45 ლარზე. აი პატარა ბინის ფართები როცა არის საჭირო 45 ლარი ის თვითწორებადი. არ მაქვს საუბარი 2000 კვადრატი ვისაც აქვს დასასხმელი 1500, 700 და 500 კვადრატის ზევით რა. ფასი იცვლება რა თქმა უნდა, დაბალია უფრო ფასი. ნუ აღარ ლაპარაკობ რომ ამას გრუნტი არა აქვს თავისი, ამას თავისი გრუნტი კი არა, გამაგრებელი აქვს ჯერ ერთი ბეტონო კონტაქტი. ნუ არ ვიძახი რომ ცუდია რა, საბოლოოდ ჩვენი ხაბეზის გრუნტზე გვაქვს დასხმა. არ შრება 4 დღეა. შება რა ძლივს გადავედი ფეხით ემჩნევა. არის ბეტონის ბაზა. აგერ ჩვენი თაბაშირის ბაზა 5 საათში პირობას ვიძლევ რომ გადახვალ ჩვეულებრივად ფეხით. ეს ხალხი რა ვერ არჩევს ან მათემატიკის გაკვეთილის დროს კალიდორში დარბოდნენ ალბათ ან შატალოზე რა. ელემენტარული მათემატიკაა რო უხსნის ზოგს ვერ ვაგებინებ რომ ჩვენი ფასითაც ეკონომიურია. რაოდენობრივადაც ტომარა მეტს გადის კვადრატობას, ეს თუ გადის კვადრატ ნახევარს, ეს გადის 3 კვადრატს. თან ასეც ტიაშკებზე. ერეწოდებული შრალს ტიაშკებზე აუცილებელი. და დაბალი მეგაპასკალობის მქონე. დაბალი მეგაპასკალობა იმას კი არ ნიშნავს ვარ გა. ამ ტიაშკას ეგრე ჭირდება. დავშედარებით დაბალი მეგაპასკალიანი და არა 40 და 45 მეგაპასკალი გვაქვს თვითწორებაზე. ევროპაში და იმაში სხვა ბეტონი ისხმება და ჩვენთან ყველამ კარგად იცის როგორი ტიაშკები გაქვს ახალ ბინა შეძენილებს თუ თვითონ სულ ტიაშკას არ დაასხავთ რა.